მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო, გამომწერბოდა არქისტუმრებო, ეხლა გავაკეთებთ გასვლას, რისი თქმა უნდა თქვენთვის და ვარიანტს გავაკეთებთ სამს, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, ჩაიფიქრეთ, კონცენტრირდით თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ნახოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ რაღაცა წასვლაზე ფიქრობთ ან გზაზე, რაღაცის შეცვლაზე, შეიძლება ეს იყოს ტერიტორია, სამსახური, ურთიერთობა და ასე შემდეგ. კონფლიქტზე ფიქრობთ და ბლოკებში ხართ. თქვენი ენერგია ახლა არის თითქოს დაბლოკილი. ნახოთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პარტნიორის ენერგიები. თითქოს ოჯახშია. სახლშია, შეიძლება დაქორწინებული ჩაიფიქროთ, შეიძლება თქვენი მეუღლეც იყოს. კარგად გათამაშდება აქ წყლის სტიქია. ადამიანი ემოციური. მაგრამ გონიერიც, მაგრამ მისი გონიერება მაპატიეთ ესეთ განცალკევებას რომ ვაკეთებ, მაგრამ ჩემ პირადი შეხედულება ქალის და კაცის ლოგიკა და გონიერება განსხვავდება. ამას ცოტა ქალური ენერგიები აქვს ახლა, რაღაც გადაწყვეტილების მიღება უნდა და არ იცი სწორად როგორ გააკეთოს. შეიძლება რაღაც ინფორმაციას ეცნობა, რას ეხება ეს, უფრო ფინანსური სფეროა, რაღაცა ოცნებებია და რაღაცა ტყუილი რა, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის მოხერხებულობა, ისეთი რომ თავი, სწორი იყოს თავისი საკუთარი თავის წინ, მართალი. თუ დაემთხვა დახასიათება, დრო ბევრი არ გვაქვს, მაგიტომ დავიწყოთ და ვნახოთ რისი თქმა უნდა თქვენთვის და ვერ გეუბნევთ ან არ გეუბნევთ ან რა მიზეზი შეიძლება მილიონი იყოს. ნახოთ რისი თქმა უნდა თქვენ რისი თქმა უნდა და ეს რა არის. რო თქვენში რაღაცებში ვერ გაერკვია, ვერ გაიგო ვინ ხართ თითქოს. ნახეთ ქურუმი ქალი არის საიდუმლოებით მოცული ადამიანი და ეს თქვენი გაუგებრობა მას შინაგან კონფლიქტებში აგდებს. წონის და ვერაწონა, აქეთ თუ იქით. დაიძრას თუ ოცნებებში დარჩეს, ძალიან ძლიერი ხართ მისთვის. რისი თქმა უნდა, კონკრეტულად. რო თქვენ მისი ოჯახი ხართ, მისი საწყისის მიზეზი ხართ რაღაცის, თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ. რო ის მზად არის აქ თქვენი იმპერატორი იყოს და თქვენ მისთვის ძალიან ღირებული ხართ. ესეთი გამოგვივიდა პირველი ვარიანტი, არ ვიცი ეს ისეთი კარგ რაღაცებს რატო არ გეუბნევათ ადამიანი, ну ალბათ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. კონკრეტული დეტალური გარჩევისთვის მომმართეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე დიპერსიან WhatsApp-ზე და გადავედით მეორე ვარიანტზე, აქ რა ენერგიებში ხართ. აქ კარგად გათამაშდება მიწის სტიქია. გოგოები. ნახოთ ენერგიები, სულიერი კრიზისი გაქვთ. რაღაცა ინფორმაცია გაიგეთ, თითქოს რამაც თავზარი დაგცათ და აქ თქვენ გადაიქეცით ხმლების დედოფალში, ცივ ენერგიებში, ან რაციონალურ თუ იყავთ უფრო დამიწებული, სტაბილურად გრძნობდით თავს, ეხლა რაღაცებს ფიქრობთ, რაღაც გადაწყვეტილებებს იღებთ, რა რიცით, რა მოჭრათ, ვინ მოჭრათ, რა მოიშოროთ, ვინ მოიშოროთ, ცოტა ესე ხართ და დეპრესია გაქვთ. შეიძლება აქ იყოს უძილო ღამეები, თავის ტკივილები გაქვთ ბევრს, ვიღაცა რაღაც აბებს სვავთ, გამაყუჩებლებს, ვიღაცა ფიქრობს, სადღაც წავიდეს თუ არ წავიდეს, ან ჩამოვიდეს თუ დაბრუნდეს თუ დარჩეს, აქ რაღაცა გადაადგილებასთან დაკავშირებით რაღაც ფიქრებია. ნახოთ ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგია, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი მოძრაობაშია, მაგრამ მისი მოძრაობა უფრო მის თავში ხდება. ანუ ტვინით თავის ოცნებებში წავიდა, უკან ჩამოვიდა, საქმე მოაგვარა, ეხლა დაგეგმა ახალი რაღაცეები, ესე იგი იქორწინოს ამბავში გააჩინა, გაცილდა, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება აქ ადამიანი უბრალოდ დივაზია წამოწოლილი და ეს ყველაფერი მის თავში ხდება ეხლა მისი მოძრაობრივ. თუ დაემთხვა ტიპაჟები და მდგომარეობა, ნახოთ ეხლა რის თქმა უნდა და არ გეუბნევათ.
თქვენ აქ ხართ? კი. აქაც ძალიან კარგი არკანები ამოვიდა მზე, პენტაკლების ტუზი. თქვენ მისი მზე ხართ, თქვენ მას ათბობთ. შეიძლება ხა შორს იყოთ, ბევრი არის აქ მანძილზე, შეიძლება სხვა ქვეყანა, სხვა ქალაქი გათამაშდეს, მაგრამ თქვენ მისი ვარსკვლავი ხართ. ბევრთან სხვა ქვეყანაა. კონფლიქტი, ბრძოლა, სტაბილურობისთვის. ყველაფრის მიუხედავად აქ თითქოს ადამიანმა ფარხმალი დაყარა. უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი ცადა რაც შეეძლო, მაგრამ მაინც ყველაფერი დასრულდა. და რას გრძნობს ეხლა? კრიზისი აქვს და ბლოკებშია. რა უნდა თქვენგან ეხლა? რო თქვენი დამოუკიდებლობა დამსხვრიოთ. თქვენ მის თვალში ზედმეტად დამოუკიდებელი ხართ. და უნდა ამის დამსხვრევა. თქვენ იმპერატრიცა ხართ, სხვანაირად როგორ შეიძლება. თქვენ მისთვის ძალიან ღირებული ხართ, კონკრეტულად რისი თქმა უნდა ეხლა თქვენთან. ის რო უყვარხართ. აქაც კარგი არკანები დაჭდა, მაგრამ სიტუაცია პირველი გაშლის ვფიქრობ ჯობდა. ესეთი გამოგვივიდა მეორე ვარიანტი და გადავიდეთ მესამეზე. აქ რა ენერგიებში ხართ? რაღაცა შანს აძლევთ ვიღაცას, ან პირიქით თქვენ გაძლევთ რაღაცის შანს. მაგრამ არის დაიღოთ თუ წახვიდეთ ახალში. აქაც იმპერატრიცა ხართ, სასწაულად დიდი მიზიდულობის ენერგეტიკა გაქვთ, ადამიანებს მაგნიტივით იწოვთ, ძალიან კარგი მოსაუბრე ხართ, ძალიან სექსუალური ენერგია გაქვთ. სექსუალური ენერგია საერთოდ არ არის ვიზუალზე დამოკიდებული, შინაგანად გაქვთ ძალიან დიდი მიზიდულობა და რაღაც, ვაიმე ნახეთ აქ ვარსკვლავი, ძალიან ლამაზიც ხართ ყველაფერთან ერთად და თქვენ ეს იცით. ყველა ქალი თავისებურად ლამაზია, მთავარია თავისი ენერგია სწორი იყოს. ცოტა დამძიმებული ხართ, ცოტა არა დამძიმებული ხართ. და გაურებული ხართ, არც როგორ მოიქცეთ, ცოტა დრო გრჩება თქვენი პარტნიორი ვნახოთ. ეშმაკი აქ, ეშმაკეთ შეყურბილივით არის, ან რაღაც დამოკიდებულებებშია, ან ზოგადად რაღაც არასწორ გზას ადგას. გონია რომ სამყარო რა არის ამ შემთხვევაში. არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ ეს მისთვის დამპოპველია ახლა. რაღაც წარსული სცენარს იმეორებს აქ. ეგოიზმი და სიძლიერე. სიძლიერე გონია ეგოიზმში? კარგი, დრო აღარ გრჩება, რაღაც ახალი წამოიწყო, რა წამოიწყო. შეიძლება ვიღაცამ სასამართლო პროცესები წამოიწყო, ვიღაც შეიძლება ვიღაცის გადაწყვეტილებას ელოდებოდეს. აქ თითქოს ვიღაცა გაიწყვიტავს მის ბედს. შეიძლება ეს იყოს დედა, უფროსი და მეუღლე, არ ვიცი, სამსახურში ვიღაც ქალი, ანუ ვიღაც, არ ვიცი, ელოდება ვიღაცის გადაწყვეტილებას, ვერდიქტს ასე ვთქვათ. თუ იცანით თქვენი პარტნიორი, თქვენი სიტუაცია, ნახოთ ახლა რისი თქმა უნდა და არ გეუბნევათ. ძალიან მოწონ ხართ, მისთვის ვარსკვლავი ხართ, მაგრამ ეხლა არა, პოზიტივ ენერგიებში ხართ, როგორც ვარსკვლავი ლამაზი, მაგრამ არ გვექობს. რისი თქმა უნდა თქვენთვის. რაღაცის მართლა უნდა და გეტყვით კიდევაც. აქ თითქოს საქმის გარჩევა უნდა, რაღაცის დამტკიცება უნდა. მისთვის ახლა გაურკვეველი შეიძლება იყოს თქვენი პოზიცია, ზოგადად რაღაცა და ამაზე ლაპარაკი უნდა. აქ ოჯახი რა შუაშია, ვერ ვიგებ აპატიეთ, მეტი დრო აღარ გრჩება. დეტალური გარკვევისთვის მომართეთ აქ წერილობაში მითითებულ ნომერზე. ვაპატიეთ, რომ 10 წუთზე მეტი TikTok-ი არ გვაძლევს, რომ ვიდეო ჩავწეროთ. ასე იგი, მომართეთ ნომერზე, Viber-ზე ან WhatsApp-ზე. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მეყურეთ. ვისაც არ აქვს არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, რათა არ გამოტოვოთ ძალიან საინტერესო თემები გვექნება აწი. ყველას წარმატებები, ბედნიერი დღე.